ბაკუნას დაბადების დღეა და პარიზში მიმყავს. კარგი ხომე მიმყავა. ბაკუნა გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ბედნიერ მგზავრობას. მადლობა. თქვი? ნებარა ინგლისურად. ბედნიერ მგზავრობას, სწორია? ხო. ბედნიერ მგზავრობას გილოცავ, გისურვებ. ჩემი. ჩამოვით როგორც იქნა ფრენა არ გადაგვიგია რა საინტერესო ფრენაა. თავით თქვა მისკდება ისე აი საშინად თქვა წლების გამო ალბათ არ ვიცი რა არის. პარიზში ვარ, ეხლა დავდები ჩანთრეს მოვიშორებ, დავჩეკიდები და მე რაღაცებს დავატყულიერე. აი, უკარა ლამაზი არის აქ. ესეთი ოთახია. რა, სადენ ყველაფერი არის, აბაზანა. ჩავარდ აბაზანაში. აბაზანას და კოხტა. აბაზანა. იმდენად შიურები ვიყავით, რომ რაღაცა პირველივე შემოვედ გასვლა. რაღაცა ესეთი ვარიანტია. ხო. არა, მადელი. მადელაინია. მადელაინ, ხო. ანუ რაც ანუ შენი თემსახურები შენ თავში. რაც გინდა ხო რა. მადელაინ ბეგოს რეცეპტები. და აი ეს ყველაფერი დაგვიჟდა. სავარაუდოდ რა, არ ვიცი, არ მინახავს. ახლა დავუშვე 15 евро, იმიტომ რომ ლუდი შეუყვარდა. სასმელი აქ, ანუ საკონო გადაიხადა სასმელი და თვითონ მენიუ ღირს 12 евро და 90 ცენტი. ანუ დესერტი შედიო რა. დესერტი შედის 3 სამი და 20-ია დესერტი. აი მომატყუა ხალხო, აწვებული ვარ. ეხლა მივდივარ ელისეის ბაღების გამზირზე. რა თქმა უნდა ლამაზია. სასწაულია. აი იქ თუ ხედავთ აი ის უკან. ანათებს სასწაული. ნუ იქით არის ტრიუმფალური თაღი, რომელსაც მომინახულებ აუცილებლად. ყველაფერი ეტაპობრივად იქნება. არ მისული ტრიუმფალური თაღამდე, როდესაც იქით არის ტრიუმფალური თაღი. აი ესეთი კომპოზიციაა. რამოდენიმე შადრევანია, რომელიც თან ტრიალებს. რაღაცა მოდერნია. და აი რაღაცა ესეთი ვარიანტია რა. ყველა ერთი მეორის იდენტურია. სოფშოთ ლამაზია. ეს კიდევ ულამაზესი უბილარი, კეთუშკი, გვინშიკაძე. ზუსტად არ ვიცი სახელი, მაგრამ სავარაუდოდ მონტეინის ავენიუ, რა ქვია, გამზირია. მონტეინის წესით ეგრე უნდა იკითხებოდეს. ნახეთ რა ლამაზია, მე საახალწლო პარიზელი სასწაული, პროსტა კამერა ვერ განვორცეთ იმდენად. ლამაზად, რამდენადაც არის. აი ეხლა მივედით, იმედი არავინ დამეჯახება. აი ეხლა მივედით დიორის ცნობილ შენობასთან, რაღაცა სასწაული საახალწლო განათება აქვს. აი ამ სანაპიროდან სასწაული ხედები აიფელზე, მაგრამ კიდევ უფრო ახლოს უნდა მივიდეთ და თან ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, იმიტომ რომ ზუსტად 8 საათზე, ნუ ყოველ 1 საათში ერთხელ, როგორც მახსოვს 5 წუთით უნდა იციმციმოს აი ამ სილამაზემ და უნდა მივუსწროთ, რომ კაი ხედიდან დავიჭიროთ. აი ახლა ველოდებით იმ მომენტს, როდესაც აი საოცრება აციმციმდება. აი ესე რატო არ ჩანს კარგად? არა და ულამაზესია. ბაკუნა გილოცავ დაბადების დღეს. როგორი შენსავი ცინცინებს. მიდი. ეს ბაკუნას დაბადების დღეა რა თქმა უნდა. ეს გენდიებოდი მიდი დაბადების დღე. დასამბავ. აბა ხეთე. ამაზე ნაკლები დაბადების დღე ცხოვრებაში არ გქონოდა. მადლობა. ყოველი მამამალი დაბადების დღეს უკეთესი და უკეთესი. მადლობა. გილოცავ ბაკუნა.
მაგას ვერ ჩააქრო. მიდი. ბაკუნა გაგიმარჯოს, ბაკუნა. გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს, ბაკუნა, ყველაფერს საუკეთესო ისო. მიყვარხარ. ბაკუნას ბაბადების დღე აღვნიშნეთ. და ეხლა ვარ ტრიუმფალურ თაღთან. ცოტა თან უნდა მოვინელოთ, თორე გურავი მიმხელა რაღაცეებს დაგვპატიჟა, რომ ცუდად ავართ. ბაკუნა, რამდენად ბედნიერი ხარ შენ დაბადების დღეს? და რამდენად 10 out of 10. რამდენად კმაყოფილი ხარ? 10 out of 10. 10-დან 10? ვაიმე. Tuturumtum, dararamdam, dararamdam. Ninicoa, ჩვენთან ტრიუმფალურ თაღთან. აი ახლა ვიმყოფებით, თქვენ თუნდაც მივხვდებოდით ალბათ ტრიუმფალურ თაღთან. ძალიან მიყვარს. აი ეს დიდი რაღაცა. აი მე აქ ვიდეოში არ ჩანს იმდენად დიდი და ლამაზი რაღაცა. და ესეც ისე იმდენად პასტები ეიფელის ფორმაში. შანზელიზე. ნახე ეიფელები. მიდი. აი ხო შევხედეთ აი ამ ლამაზ დიორის დეკორაციას, საახალწლო დეკორაციას. ჩვენ თბილისში ესეთი ჩვენ დიორიც არ გვაქვს. ჩვენ თბილისში დიორის დეკორაციები ესეთი არ არის. არა, გენაშა. დიორი ვაფშე არ. არა, უშუსკაი. ანუ უყურეთ, აქ არის შიგნით არის შენობა, რომელსაც უკეთდება რესტავრაცია. და რა შენობაა? Louis Vuitton-ის შენობას რესტავრაცია უკეთდება და შემოსაზღვრული რაღაც სასწაული ჯებირით. აი ჯებირიც არის, მე თვითონ ეს მეგონა Louis Vuitton-ის შენობა და ამ დროს უკან არის Louis Vuitton-ის შენობა და რესტავრაცია უკეთდება უბრალოდ სასწაული. სასწაული სიმონ. შემთხვევით ვიმაგენით ქუჩა, სადაც ძალიან ბევრი ბარი და პაბია და თან აი კახური მწვადის სუნი ტრიალებს არ ვიცი რა ნაირად, მაგრამ სასწაულია. მეორე დღეა. მივდივართ ახლა მონეს მუზეუმში. დამავიწყდა ბრექფასტის გადაღება, ძალიან კაი ბრექფასტი იყო ხოლმე შორის. ახლა მონეს მუზეუმში მივდივართ, მე რაღაც სხვა რაღაცები უნდა დავგეგმოთ. 2 საათზე უკვე მაგერია მოვაკლავ. ხო, მოკლედ ხარ რაღაცა. რამაც შენობას არ შენობა ძეგლია რა. ხო. ზოგადად დივლი ვარ ულამაზეს მოედანი რა. ეხლა გავიგოთ რა არის. პამ. აუ, სახელი არ აწერია. აი აქაოთ შემოწეთ. აი ამასთან ვარ ახლოს, არ ვიცი რა არის. ოკეი. ძალიან კარგი ამინდია და აი ძალიან ლამაზი ადგილია, ნახეთ აი ეს ძეგლი. აი იქით რა არის, აი ჯერ ვერ გავერკვე სადავარ რას ვაკეთებ, მაგრამ ულამაზესი მოედანია. არ ვიცი რა ხდება. ბაკუნა, შენ უფრო ლამაზი ხარ. აი იქ არის სკვერი. ეიფელი ნისლში. მე თან ფრანგულ სახელებში სუსტი ვარ. კონკორდე რაღაცა ეგეთი აწერია, აშკარად კონკორდატის ისა რა ქვია. სკვერია, აი იქით უნდა იყოს წესი ლუვრი. და აი რაღაცა უბედურება ტრიალებს. ეხლა ვარ ბურბონის სასახლესთან, რომელიც ერთ შეხედვით დაკეტილია და სავარაუდოდ ვერ შევარდით და ასე დავთქვი. ხამ. წავი. ეს არის გუმერი და ეს ვარ მე. ეხლა გადავდივართ პონტ ალექსანდრე მესამეს ხიდზე. აი იქით არის ეიფელი. აქეთ არის გრანდ პელესი მე მგონი. ქართულად ნახავ ახლა გრან პელესი ქვია. ქართულად როგორც ეწერია მახსოვს. იმის განმოსვლა არის რა არის ახლა მან დახლოს. მივალ და სახელებსაც გავაკი მონად. უბრალოდ რამხელა სილამაზია. აი ეს ყოფილა გრან პალე. უბრალოდ გრან პალე გრანდიოზული. კეთი პალასი რას ნიშნავს? ციხე კი არა და სასახლე. ხელოვნების მუზეუმი ზოგადად ხელოვნების მუზეუმი და პალასი ხო სასახლეა. ხო, აი ეს არის
გრანდიოზული პალასი, ესეც იდეაში რავი ეგრე აწერია, მაგრამ თან აწერია პეტიტ პალასი, ანუ რა ვიცი. ახლოს მივარ უკეთესად დაგათვალიერებული. ესე ჩვენი გრანდიოზული სასახლე. მართლა გრანდიოზულია, გრან პალე. არის ულამაზესი, მაგრამ აშკარად დაკეტილია. აი ეს კი უფრო ლამაზია. აი რამხელა დეტალიზაციაო თუ დეტალიზირება თუ რავი რაც ქვია. სასწაულია. მარტო კარიბჭეა. ალბათ ჩემს სახლზე ბევრად ძვირი. თუნდა მოკლედ იმდენი სახელი თქვა რა არის კეთი ეს ბოლოს და ბოლოს. ჯარის მუზეუმი. სამხედრო მუზეუმი? თუ ომის? სამხედრო. სამხედრო ომის რავი მუზეუმი. წეღანიძე ხო და ინვალიდების იქიდან ნახე ის. ინვალიდების ეს არის უკანა მსხვილი. ხო. ხო და ეხლა შევალთ იმედია და დავათვალიერებთ. ვედით სამხედრო მუზეუმში თუ ინვალიდების მუზეუმში. შიგნით არის ინვალიდების მუზეუმი. თუ დაიწყება. შეზღუდული შემოპირების მუზეუმი არის ბოდიშით. შემოპირება მოგაყენეთ შეურაცხყოფა. აი ხო თითქოს ჩვეულებრივი შენობა და აი უბრალოდ თითოეულ ზედა ფანჯრებს შეხედეთ აი. ცალკე ადამიანია გამოსახული. მოვედით ომის მუზეუმის რავი ტერიტორიაზე თუ რაც არის და აი სასწაული მოედანია. როგორც ბატონი გურამი აცხადებს, აქ შუაში ვარჯიშობდნენ მუშკეტერები. აქ იყვნენ ის სამი მუშკეტერი, აქ ვარჯიშობდა. აქ დგას საფრანგეთის ისტორიის ყველა სხვადასხვა კალიბრის ყუმბარები რა. აქ მოვათავსებდი ჭურვს, მე მგონი ჭურვია, ჭურვს ჩააგდებდი, რგვალი ბურთულა იყო. აი გაიჭედებოდა, უკან ეყარა პოროხი და ერთხელ 397 კილი. ხამიდი. დავითრიოთ ხო? აქ ჩააგდებდი ჭურვს. პოროხი მიდიოდა აქ და აი აქედან შეუფითილებდი და კეთის წააცლიდა სახეს. მოკლედ ამ მოედანს რამდენი ხანია ვათვალიერებთ. და აი აქ რო ნაპოლეონი იყო, ეხლა ვნახე. ძმაო როგორ ახარ? ჩემი ნამცხვარი ძმაკაცი. მოკლედ ნაპოლეონის ქვეშ რაღაცა პატარა კარებში შევედით. აი ამ კარებში შემოვედით. და ესეთი ამაზე ეკლესია დახვდა. ნაპოლეონს აქ დაუწერია ჯვარი როგორც გურამი იძახის და აი ამ ორღანზე ასრულებდნენ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას. არ გურამი ლოცულობს. სასახლის უკანა ვარ და ესეც ეკლესიაა. აი იმ ეკლესიის უკანა მხარეა რა. თუმცა აქედან ფასიანი შესვლა იქიდან უფასო იყო. უბრალოდ დატკბით. რა კაია. მოკლედ აქ არის ინვალიდების რესტორანი, ახლა შემოვიპარეთ და ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რესტორანია. ჩამოვედით და საპირფარეში შვინდოდა და სამწუხაროდ აი ესე უნდა იყოს ჩაცმული აქ რო შეხვდით საპირფარეში. არ გამოვარდნა მე ესე ჩაცმული. და უკვე საკმარისად გარდავიცვალე. დაადრეგი არის. რაც ინვალიდებიდან გამოვედით, იმენა ინვალიდების მერე 3 კილომეტრი გავიარეთ კიდე. დღეს 7-8 კილომეტრი უკვე დახარული გვაქვს. აი ეხლა ამას ირგვლივ რასაც ხედავთ ეს სილამაზე. აი ესე აი იქამდე. და კიდე ერთი ამდენი მიწაში არის მთლიანად ლოვრი. აი მე წინ რა გვეძლის. პაკუნა. გინდა როლში? წავედით. ცნობილი პირამიდა. ტადამ. აი ხაიქ შევძრობით. ბილეთები გვაქვს დაყიდი.
შემოვაღწიეთ ლურის პირამიდაში. ეხლა ფოტოებს გადავუღებ ბოგუნას და მერე ჩავალთ ქვემოთ. ანტიკური ხანის გარშოქს მივაგენით, ულამაზესი გარშოქია. სათლი საკუკნავს მივაგენით. დამტრეული იყო ნახეთ და ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი. ეხლა ვიღაცა სერიოზულად ლობიო ნაჭამზე და მერე აწყეს. ბოგუნა, სან მიდიხარ ბოგუნა? ჯოკონა უნდა გიყარ ვარ ბოგუნა? და ჯოკონა ვაზამო. აი ეს უნდა იყოს წესით იტალიური მხატვრების შემოქმედება ყველა რა. არის 1000-ობით და შეიძლება 10,000-ობით ექსპონანტი ან ექსპონატი ანტი ალბათ. და უმრავლესობას რასაც უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებად მცოდნე არა ვარ, აი მეცნობა რა. ძალიან ბევრი მეცნობა. აქ არის, აი შორიდან ჩანს. ივაგენით როგორც იქნა. უბრალოდ შეხედეთ ამ გოგოსთან, ამ ბიჭთან, არ ვიცი და ამ ხელარიგია. და უბრალოდ სურათი გადაიო. და აი ის პატარა ფურცლის ნაგლეჯი თუ რაც არის. და აი ეს შეხედეთ. და ამ ხელა. რამდენად მასშტაბურია. ხო, და შეიძლება იმის ნახევარის ნახევარი არის. აი ის ვიყავი. მოგეთ რა. აი აქ ვიდექით. ძალიან ბევრი ხალხია, ვიზუალურად. ბევრი ვერ მოახერხეთ. Sorry. No, I don't. This way, please. Only videos from This way. please from here. No. Madam, please here. come here. ცოტაში გააქვთ ამათ. აი თითოეული დარბაზი არის. აქ კარგად არ ჩანს, სული განათება. ჩაკეტეთ ფანჯები. შემდგომზე უფრო ლამაზ. არ ვიცი ხა მე უბრალოდ ვერ ვტკბები ამ ყველაფრით. სუფეხებთან მკიდია, მაგრამ აი ეს ლამაზია. აღიარებ რომ კარგია. აი იქ დიდი ნახატებია. წამ პოგონა დიდი ნახატები ნახოთ. აი ახლა შევდივართ ოთახში. სადაც ძალიან დიდი ნახატებია. აი ნახეთ უბრალოდ. ახლა სად მე ჩემი თავი გირია. ჩემი თავი და სადაც ნახატები. Imagine all the people living for today. აი მე რამ ხელა არის. ძალიან დიდია ახლა გაჩვენეთ, ძალიან დიდი ნახატს, რომელიც წავიკითხოთ ვინ დახატა ჰაგავერგოთ. აი ამ ხელა ნახატია. ერთი ორი მტკაველია. ლუი დევიდის დახატულია. წარმოდგენა რაღაცაა. შემოსასვლელში ლურში რომ შემოხვდეთ, აიღეთ აი მსგავსი რაღაცა, რუკა, სადაც არის ყველა ოთახი განომრილი. ოთახებზე აწერე ნომერი, აი 700 აწერია, ეხლა მეზარებამდე ახლოვება ერთხელ და გავიმოვხდა. თან ChatGPT-ს კითხეთ. ყველაზე ტოპ 10 სანახავი ნახატი ალბათ რა. აი ეს არის Liberty Leading the People, ხო? თქო როგორ იქნება? თავისუფლებისთვის მიმდევარი ხალხთ რაღაც მსგავსი ვარიანტია რა. ერთ-ერთი ეს არის კიდე. არ ვიცი, მე ფას. აი ეს არის რაფტო. რომელი? აი ესეც მასცი არის. აბა რომელი? ესა? აი ესეც აუჩევად სანახავი ნახატი მოხდა და დაუტყვეთ აბა. დაუტყვით. აი ხა თვალში რაღაცა მომივიდა. აი ეს ქალბატონი. კონკრეტულად აი ეს ქალბატონი გავს. სპაიდერმენში რო გობლინია. მაქსა მსახიობის სახელი გვარი არ ვიცი, მაგრამ ნახეთ როგორ გავს წარმოიდგინეთ.
მივდივართ ამ ლამაზ გალერეასთან, აპოლონის გალერეასთან. წეს დაიხრო შევალ და აი აქ უნდა იყოს, აბა ნახოთ რა არის. აი თქვენ კიდე ნახვა გეზარებოდათ. შეხებე უბრალოდ. რა არის აქ? აქ სადგურობდა ლუი მე-14 გამოთაყვანებული. აი ეს ხელოვნების ნიმუში. როგორ გააკეთეს წარმოუდგენელი. საუკუნეების წინ აკეთებდნენ ესეთ სილამაზეს. ეხლა კიდე power-bank-ი, ტელეფონის ჩასადები, iPhone-ი. წარმოიდგინე რა ხდება. დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ, ლური შემოვიარეთ ალბათ 50% არც კი ლურის, მაგრამ მოგვით. რა ეხლა არის 4:25 წუთი და 11 საათიდან გამოსულები ვართ 10 კილომეტრზე მეტი გავიარეთ უკვე. ხო და ნახევარი კიდე წინა მაქვს. ეხლა უნდა დავისვენთ ყველა ვარიანტი შესაძლებლობაში, თორე გარდავიცვლებით ეს. ვაიმე, აი უბრალოდ სასწაული შენია და ხალვების ვარიანტია რაღაცა თუ ნუგა ხალვას გავს მაგრამ ნუგა რაღაც სასწაულია მაგრამ ძალიან ძვირს როგორც კერტი მგარკია 80 ევრო აი ხო სამოცდაათი ლინკდინის ზინჯათ მიკროსოფტი და გავხსნდე და მოდი დავათვალიერო და გავიდეთ. თბილისში გაკეთებული ლინკდინი ბევრი ჯობია ამაში არის. დავარქოლებ twino და აი ვარსკვლავი რო არის რა. გაქვს სხვა გემოს ვერ ვიჭერ რა მაქსიმუმ დარიში. რაღაცაც ვერ ვწულა ნაკლებად. ჩვენი თბილისური ჯობია და ეს ხეს მე მგონი 6 ევრო აღარ მახსოვს რა. ზუსტად. მაგრამ აი წერღარაც ვნახე. ის გავსინჯეთ და ისიც ბანძი იყო. არ მომეწონა. აი ესეთ საახალწლო მარკეტია ახსენე. აი ვუყურებ და დია შენი ის გვაინტერესებს რა ქვია? აზრი. თბილისურ ჯობია, ჩემი აზრით თბილისურ მარკეტს არ ჯობია აქაურობა. იცი რა არის უფრო გრანდიოზულია რაღაც დიდი მასშტაბური ისინი ჯიხურები. ხო, მაგრამ ჩვენი არის პატარა ქუჩები ხო არის და ბევრ ქუჩაზე პატარ-პატარა ისინია რა მარკეტები. საყვარელი ცაცქუნა მე ვფიქრობ ჯიხურები უკეთესია. თუმცა ძალიან სიძვირეა. ხო, ძალიან მაგარი სიძვირი არის კი ბატონო. ჩვენთან ძვირია, მაგრამ აქ არ არის პატარა ხასიათი. დაადრევი დიაგნოზი დავსვი. აი ესეთი რაღაცები ჩვენთან ვაფშე არ არის კი არა, რა ვიცი. არც არსებობს მე მგონი. აი ბავშვების არის იდეალური რაღაცა ნახე. როგორ ხდება ეს არის მარტო ეს არ არის. აი ეს სიძეზე. დეა, ნაადრევი დიაგნოზი დავსვი. აშკარად აი ესეთი რაღაცები ჩვენ საერთოდ არ აქვს. კარგი ყოფილა. ნამდვილად ეს ჯობია. ცოტა ვიჩქარე ბოდიშით, ჩამევეხე. უფს. ეს ეხლა ვარ გულიონ ფიგალეოს რაღაცა ისეთ რესტორანში. ეს არის ეს შეაცურემელე. ავიდეთ ორი წალი ქათმის სტარტერი, წვნიანი სტარტერი, ხალხის სუპი და აი ეს რა არის დეა? სოკოს კრემსუპი. სოკოს კრემსუპი. თეთრი ძახის ძალიან კარგიაო. მე არ ვიცი იდეა შეიძლება. ოკეი, იყო მომეწონა. კი. ისე რომ ძალიან გემრიელი არა, მაგრამ ოკეი იყო. კი. ამას დოშირაკის გებობ ძალიან. ხო, ამებს მე გავსინჯავ და მოგიყვებით ყველას. კიდე ეს კალვადოსი გავსინჯე და ჩვეულებრივი არაკია, ოდნავ სხვა სპეციფიკური გემოთი. всё, მეტი არ ხდება. დარჩენი შემდეგი. აგურამი დაგვიგემონე. ხო, აი ეს უნდა ამოიღო. ლოგოკი. ვაიმე, რამდენი ტანჯება. და ცხელია თუ რატო გიჭირავს ეგრე? გენით. ხელი არა, просто ამა ხელი დაიჭირე. ერეკ გამოვაცურო. აი მე მარტო არ მომკლა. ვაიმე. ვა, რა გაია?
მარანგი ჯამია? სურვილი ჩაიდგა. ეხლა ვერ ავშუროთ. კოლოკინა. სხვათა შორის რო იცოდეთ, ლოკოკინა არის ქართულ სამზარეულოში, ნესხურ სამზარეულოში და ამაში ხერე. აი და მაგარია. არა ბანახო, უფალო. წარმოგიდგენ ხეზერვაცის. მამიკა ერა. შესაძლოა. მამე აბა მეც გავსიჯობარა. ძონგობია. ცხოვრებაში ვერ ვფიქრობდი რომ ლოკოკინა ესე გემრიელი იქნებოდა. და ხო? არაფერს გემო არა. ანუ ისეთი რაც ცნობილი. ვერაფერს ვერ შევადარო. მე და კეთუნდას ერთნაირი რეაქცია როგორ. ეხლა კიდე რაღაცა ის იყო სტარტერი, ეხლა მოვიდა ძირითადი მენიუ. ეს არის We want 2 additional plates. Yeah. ეს არის სხვრის დამოწვარი ხორცი, აქ არის ღორის სოსისი, ეს რაღაცა უბრალოდ სალათია, ეს რა თქვი? ამას რო გადავიღებ და გადავუდებ სულკატებზე. რავიოლი და შენ რა იყო ხოლმე? პასტა, რაღაცით. რაღაცით პასტა. გავსინჯავთ გეტყვით. გასინჯე? არა, ჯერ არა. დიახ, შეაფასა სუპერიაო. კაია? როგორია, იცი? თუნსონ კეთილი გამო მაკარონი. ჩემს ესეც ეგრე იქნება რაღაცა. არ მოგერიდო, კენდრი და მარე. ცოტა ვისკი შემოვაბარეთ და ნერლავ წრუყავთ რა. ნახევარ ლიტრა უკვე გავათავეთ. ეს არის ცხვრის როლში რაღაცა ცხვარი გამომცხვარი ეს აი სა ამ რესტორანში თუნდაც გავს რაღაცას აიღებთ ძალიან მაგარია რეკომენდაცია ჩემი აზრით 10-დან აი მინიმუმ 9 რა ხო აი ეს იყო აი ეს რა სოსისი იყო სრული პიურესთან აი ესეც ძალიან მაგარი სოსია ესეც დავით თბილისში ალბათ ვერ შეჭამ ეს 10-დან ალბათ 8 აი ესეც გავსინჯეთ პირადად მე იგივე 10-დან 8 ცხოვრობდი და ესეც ეგრე 10-დან 8 ძალიან გემრიელია ყველაფერი მაგრამ ეს იყო იმენა ტოპი რა ძალიან მაგარია გასინჯეთ ხვარი? ხო ძალიან მაგარია გასინჯეთ არიდან აი ხეთის ემოციებს შეიძლება თავად უმოიწონა ოღონდ რაღაცა ზემოდან არის რა არის გამოცხვარი მაგრამ ჩემელი ტაფაზე შებრაწული პიურია რა სიცოცხლეს გავუმარჯოს. ქართული პონტი ვიდეო გაქვს ჩართული? აბა არა, ეს წყურის მაგარია. არ შეწყობა რა, წყურის ფონიც არა. როგორია? მიდი. აჰა, ოიცა ეს პიურე აიღე. ეს ხორცი მიაყოლე. ვაფშე ვერ იქიდან მოაწექი, მე აქედან მივაწოვე. ეს მეყოლა. გული ასახოდი? არა, ახლა ვინც აღშუღერდება, ჩვენ დედებს გავუმარჯოს და მე სირას გავუმარჯოს და ნუნჩოს გავუმარჯოს და გელას გავუმარჯოს და ჩვენ განოდება აი კახალ დედიკოს გავუმარჯოს. გავუმარჯოს იქიდან გუნჩემატი. აგინ მარჯოთ. აი მე ჩვენზე აი ახლა წეღან აი ამ რესტორანში ვიყავით, რავი, სახელი გვარი რაც კიდათ დაიმახსოვრეთ. ცოტა ადრე მოდით, რომელსაც მოვით 1-6-ისკენ რა. რიგის გარეშე შევედით და აი ახლა უბრალოდ რავი, აი რიგია თან, შიგნით. შიგნით ხო რიგია, ხო და გარეთაც ალბათ ერთი 20 კაცი მაინც დგას. და ყველაფერი იყო უგემრიელესი. Bonjour. ეს გინახავთ ესეთი პარიზი. რა ვიცი, აი პასუხი გამეძბრა. გურამი ჩალიჩობს, რომ ეხლა აი კონცერტის დასრულს ალბათ 10 წუთში სრულდება მაქსიმუმ და შევიდეთ კონცერტზე. ხვალინდელი ბილეთები არის. ამ სამს და კიდე ერთს აქვს, მე არა მოხს. მაგრამ დღესაც უნდა შევიდე და ვერ აღწევს იმას. კონსენსუსს თუ რაც
ფული შესთავაზო, ყველაფერი შესთავაზო, მაგრამ არ გამოდის. ეხლა მივიდივართ მონტმარტის მთაზე და წინაზე ორი დავით ეს ფუნიკულიორი თუ იყო ვერ გავიგოლის დიდი კი არ არის ნახე პატარა ალბათ 100-120 მეტრი მაგრამ ის არის რა ჩვეულებრივ ღიურ სამგზავროს თუ იღებ აქ ჩვეულებრივ შემოიღება სამგზავროთი რა ასე რომ ჩემი რჩევა ულიმიტოებია რა ყველა ეხლა ვდივართ მონტმარტის მთაზე მგონია რომ ქალაქი უნდა გამოჩენილიყო მაგრამ მგონი ფიქრობ გამოჩნდება. ზია. არა კაიცა. ჩვენი ფუნიკულიორი ბევრად ჯობია. რასტუშა. ხო, მეც. ეს ყველაფერი ჯობია. რავი. არა, ეგ ცოტა ჩანს. არც არა. მაგრამ ისლია და ჩემი სული პრობლემასია. როგორ ახ ბაიც მისცამა და უბრალოდ გადახედეთ რა ხედია. აქ მეორეჯერ ვართ მესამეჯერ სუქარი არის. რატომაც არ ვიცი, მაგრამ ღირს რა. თელი პარიზი ხელის გუძია. როგორ მოგწონს აქედან ხედი? მოგწონს ძალიან. რასაო? მოგწონს. დავეთან ხარ. მე წარმოიდგე. შემომიშვეს. What the fuck? ანუ რამდენი გადაიხადეთ გაფიცებ? რამდენი გადაიხადეთ? 60 евро გადაიხადეთ და მე უფასო შემოვედი. სია. ალკოაკაურ. თუმჯეროდეს გაფიცებ. ესე დაჟე თბილისის იმაში ვერ შეხვდა, დინამოზე ვერ შეიპარებ. რა ხდება? ცოტა მეხსიერება დავჭა ტელეფონზე და ვცდილობ მოკლედ ვილაპარაკო. ეხლა მივდივართ აუთლეტების ქალაქში თუ სოფელში თუ რაღაცა ეგეთი რა. მოკლედ აი ამ გაჩერებაზე ამოვედით. საფრანგეთიდან იპოვეთ ხაზი A, წითელი ხაზი. ამოვედით Wild Europe-ზე თუ არ ვწდები. და აი ეს შენობაა წესით ბევრი აუთლეტი ის მაღაზია სადაც არის რა. არ არის ის სავაჭრო ცენტრი არის უბრალოდ აი აქ არის სოფლები ვითარ და ნახე აქ არის აუთლეტები ახლა შემოდი გავარკვევ რამდენად დღეს დარმანი ლევისი ჰილფიგერი გავარკვევ თაბარახტები ხალხო აუთლეტებში არ წახვიდეთ აქ ვრჩებით აო აქ ვრჩებით მოგწონს მაგრამ აუთლეტებში არ წახვიდეთ ჩვენ არასწორ ადგილას დავიბადეთ ჩვენი ადგილი არის აქ. რა სიზა ჩემ საქართველოზე. ძალიან კარგად გასაგებად მოხდა ხალხი. ჩემი ადგილი აქ არის. მაგარი ხო ჩემი ადგილიც აქ იყოს. ერთად ვიყოთ, კაი? ხო, ერთად ვიყოთ. აუთლეტებში არ წახვიდეთ, უაზრობა ძვირია. თუ ფული გწადოთ. ახლა გურავენ გითხრა რომ აქ ეს პარიზია რომ მაგიტო არის ძვირი. სხვა ქალაქებში კაი აუთლეტებია. ეხლა დაგმოვიდა ხალხს არაფერი არ ესმოდა, იმიტომ რომ შენთვის გულში ლაპარაკობდი და აქ კიდე ხმაურია. არის ხმაურიანი ქალაქია. კარგი იყო, რა ხვალე მივდივართ, სახში ბრუნდებით. იმასაც შეგატყობინებ თუ სახში და ეხლა მივდივართ ეიფელზე რომ ახლოს ვნახოთ, იმიტომ რომ რაც აქ ვართ არ გვინახავს ახლოდან. ახლოდან არ გვინახავს. კიდე გვინდა რომ ნოტერდამი ვნახოთ. რამდენად მოვასწრებთ ეგ იყოს. ნოტერდამთან ადრე რო ვიყავით წინაზე მანდ იყო შედარებით იაფად სუვენირები თუ გადაწყვეტავთ სუვენირების დროს მადმიდით პირველ რიგში. დღესაც გადავამოწოთ და გეტყვით, მაგრამ მაინც რა და ღამის პარიზი ვნახეთ. ყველაფერი რა, მე მგონი ყველაფერი ვნახეთ რა. ეხლა ჩემო რესტორანში მოვიდეთ. ძალიან ბევრი რაღაცები ავიღეთ. ესენი მოყვება საერთოდ ეს მისუსუპიაო, მისუსუპი. ეს კომბოსტუა რაღაცა ჩახალული თუ რა ქვია, ჩამჟავებული რა.
სავარაუდოდ ესენი საჭიროა, არ ვიცი პირველად. აი ვიჟები ამ იმედზე. სივიზე. თვითონაც არ უყვარს. აშკარად. მოკლედ, ყველაფერი მოვიდა თითქმის. ეს ავიღე მე. არ ვიცი რა გამოსწრებს, მაგრამ აი უკვე ეთქობა რომ ძალიან მაგარია. აი ესეთ რაღაცა პელმენჩიკებივით. ბატონური გურამის სასწაული რეკომენდაციებით არის აი რაღაცა წვნიანზე. კეთის ნუდელსი მოვიდა. იქითაც იგივე წვნიანი რაღაც გურამის აქვს და აი ეს გავსინჯი და ძალიან გემრიელი იყო, რაღაცა კაი პონტი იყო. ესენი თავისთავად, ანუ კარგი იქნება, բայց რა იქნება. და ნუ სასმელებს წაუშვეს ვისკი ეს. ყველაზე კაი აქნა. ყველაზე კაი, ლუდი და ვისკია, რა თქმა უნდა. ეს გემრიელობაც აგვიღია. არ ვიცოდი და დიამ გაგვახსენა რომ ხორცი ჭხირებზე არის კიდე მოსასვლელი და რევეტები ამოჭამ. დღეს გარდავიცვლებით. ნახეთ უბრალოდ რა ხდება ჩვენს პროზე. ანუ ეს შეიძლება ბევრი არ ჩასდა, ძალიან ბევრი. სუპერ, ძალიან. ხორცზე იძახი რამე ეს რა ხორცია? ეს ხათმის ხორცი იყო და გემრიელი იყო. აი ეს არის სასწაული, ბოლოს გეტყვით რესტორანის სახას და აი ესენი აიღეთ 5 წელი. ეს ისე ვარ ხომ და. აი ამ სეტში თუ ვინმეს გახსოვთ რა? აი ეს არ მოგვეწონა. ეს ორაგულია რა თქმა უნდა, მისა უნდა მოეწონოს. ეს არის მისაყოლებად, ხორცთან მისაყოლებად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ხორცი აქვს შენ მისაყოლებად არის. თან ცალკე ბრინჯი თუ იპოვეთ, ჩვენ ვერ ვიპოვეთ. ცალკე ბრინჯი რამესთან ერთად თუ იპოვეთ, ის წაიდეთ. ეხლა მოდივართ თეიფელთან, კიდევ უფრო ახლოს და უნდა ვნახოთ. 5 დღის მერე როგორც იქნა ახლოს მოდივართ თეიფელთან. წესით საათში ერთხელ 5 წუთით უნდა ერთვებოდეს და რაღაცნაირად ეს მეგონი ბედია რომ გვაქვს მაგამაში ჯერ არის ნახევარი 40-45 წუთი აკლია რა და 11-ს და რავი ჩაერთო სამწუხაროა იმედია 11-ზე ჩაერთო უბრალოდ შეხედეთ რა მაგარია აი ეს ცოტა ჩაოვნელებ და ვაფშე დააკვდა საგოლ. მოკლედ ამ წელს ნამდვილად ბოლოჯერ ვართ აქ. 10 წლის თავზე მე და კახას გვაქვს დათქმული რომ მოვალთ აუცილებლად. იმედია გამოგვივა და ყველაფერი კარგად იქნება. და ძალიან გული მწყდება რომ თავდება უკვე რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო. ძალიან ემოციური და ნუ ყველაფერს აქვს დასასრული და ყველა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ ჩვენ აგვილი დარჩა. ხო, მაგრამ ჩვენი ადგილი აქ არის. ჩვენი ადგილი აქ არის. დავეთანხმები. მიყვარხარ. კარგად მეგობრებო.